ეხლა გაკვეთილი მეცხრე. ეს ეხლა чужие кармические долги. Совокупност индивидуальных реальностей создает реальность коллективную. Совокупность индивидуальных реальностей создает реальность коллективную. Индивидуальная и коллективная реальности активно взаимодействуют друг с другом в обе стороны. Поскольку коллективная реальность более энергетически насыщена, она оказывает серьезное и непосредственное влияние на реальность. Индивидуальную, поэтому для того, чтобы наша мысль материализовалась на деле, необходимо либо иметь очень сильную личную энергетику, либо надо привести в соответствие коллективное сознание. И тогда ранее невозможное становится обыденным и воспринимается обществом как норма нашей жизни. Итак, материализации человеческой мысли мешают недостаточная личная энергетика и противоборствующее коллективное сознание. ეხლა კოლექტიურ сознание, ეხლა ყველას თავისი გაგება აქვს, ხო? მაგრამ ამ ადამიანმა ამ კოლექტიურ сознанияში, ასე ვთქვათ, უნდა იცხოვროს ისე, რომ თავისი ნება და მე ჩემი ნება მაქვს, მე ვირჩევ ესეს, ვეტყობ სიხარული, სიყვარული, ჯანმრთელობა და არ ვირჩევ დესტრუქციებას, ის აპრეშაებს ეხა ჩემს ნებაზე, ჩემს сознанияზე, ჩემს ენერგიებზე კრადნიკობას, ნეგატივობასა და დესტრუქციობას. Всё, და ყველა სახის სახეობა, სუბიექტ-ობიექტი, კრადნიკები, ვამპირები ატკლუჩაეცა ატმინია პადალში. ანუ ყველა სახის სახეობა, სუბიექტ-ობიექტი, კრადნიკები, ვამპირები ატკლუჩაეცა ატმინია падальше. Спорты. Те, кто переживают за кого-то спортсмена, команду или сборную, на вас перебрасывается чужая карма. Спорты. Те, кто переживают за кого-то спортсмена, команду или сборную, на вас перебрасывается чужая карма. მაგალითად ფეხბურთის დროს, ხო, ეხლა ადამიანს კი უყვარს ფეხბურთი რაღაცა, უყურებს ამ ფეხბურთს, მაგრამ როგორც ნაბნუ დაწერი დისტანციურად უნდა უყუროს და რაღაცა ეს ფანები რო არიან ამ ფეხბურთის, არ შეიძლება თურმე აი ხდება перебрасывается чужая кармао. Более за сборную на вас перебрасывается карма государства. ესე იგი შეიძლება გოსუდარსტვენაე კარმაც მოხდეს გადმოსვლა პერებროსი ხდება გოსუდარსტვენაე კარმა. ამიტომ უნდა თქვას, რომ დროებით გოსუდარსტვაში, მაგალითად დროებით საქართველოში ვარ თავისუფალი დამოუკიდებელი ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სული და რას ტარგავი და გავორებს
სახეობა სუბიექტ ობიექტ государствებთან, სახელმწიფოებთან, ჩემზე ჩემ შესახები, запрещаю субъект объект სახეობა სახელმწიფოებს на меня зло лихо плохо влиять. ან აბნურავი დაგավորებს субъект объект спортის შესახებ და запрещаю через спортით, через სახელმდროებითი სპორტებით, დროებითი სახელმწიფოებით, დროებითი სამსახურებით, დროებითი კოლექტიური საზნანიებით, ასე ვთქვათ, на меня, რა ქვია, ნეგატივობას და დესტრუქტივობას. Я выбираю მხოლოდ სიკეთეს, სიხარულს, ჯანმრთელობას, свободები, ისცენენიები, აჩშენიები, свободები, რა ქვია, жизненные ჯანმრთელობები, სიხარულები, მაღალი ვიბრაციები, ჩემი სულისათვის ვაბლაგა, ჩემთვის ვაბლაგა, ფიზიკისათვის ვაბლაგა, ჩემი საზნანია, პაცაზნანისათვის ვაბლაგა, ჩემი კოპიისათვის ვაბლაგა, სულის ჭისტოტებისათვის ვაბლაგა, я выбираю მაღალ ვიბრაციებს. Ხო, კიდე переживайте за клуб. На вас автоматически перебрасывается ответственность команды и все то, что нее связано. Вы симпатизируете конкретному спортсмену и на вас тут же тиражируется часто его личной ответственности. ანუ ძალიან არ უნდა ვიყოთ რაღაცა ვიღაცებისა და რაღაცების ფანები დისტანციურად. კლუბიო მაგალითად, ხო, მაგალითად ეხლა მე შევედი დროებით კლუბში, დროებით საცხობში, ან დროებით რესტორანში, ან დროებით კაფეტერიაში, ან დროებით დისკოტეკაში, გავერთე, დროებითად რაღაცა ყავა მივირთვი, ან ჩაი მივირთვი, ან რაღაცა, и запрещаю am субъект объект клубის субъект объект წევრებს на меня зло лихо плохо влиять. Всё. კლუბის წევრები, სახელმწიფოს წევრები, სუბიექტ ობიექტები, სპორტსმენები, სპორტის წევრები, ასე ვთქვათ, ну მაგალითად რაღაცა მოცეკვავეების მაგალითად რა ქვია, აი ყინულზე მოცეკვავეების უყურებ მაგალითად მიყვარს ხო, ან მეჯლისის მოცეკვავეებს უყურებ მაგალითად მიყვარს ხო, ხელოვნება მიყვარს, ხატვა მიყვარს, მუსიკა რაღაცა, ვარ ამათი ფანი მაგალითად მიყვარს, მაგრამ ეს ხდება დისტანციურად. ანუ ბევრი იმების გარეშე და запрещаю მუსიკას, სპორტს, სუბიექტ ობიექტებს, სახელმწიფო სუბიექტ ობიექტებს, წევრებს, კლუბის წევრებს, თანამშრომლებს, სამსახურის წევრებს, თანამშრომლებს, სოცწევრებს, თანამშრომლებს, ხელოვნური ინტელექტ თანამშრომლებს, სუბიექტ ობიექტებს, ან რა ქვია, კოლექტიური საზნანია субъект объект თანამშრომლებს, запрещаю წევრებს на меня зло лихо плохо влиять. Фанатизм происходит все то, что же самое фанатик актеру на вас перебрасывает актеру, ანუ მსახიობები на вас перебрасывается часть его личной ответственности. Фанатик к конкретному фильму на вас перебрасывается все то, что связано с этим фильмом. Симпатизируете политику, на вас перебрасывается часто его личной ответственности. Симпатизируете политику, ანუ პოლიტიკოსებათი ვინც არის გატაცებული, უნდა იყოს ფრთხილად. На вас перебрасывается часть его личной ответственности. Хотите его это или избежать, соблюдайте принцип без пристрастности, ровно относитесь ко всем, не выделяйте кого-либо или что-либо особо. В концу концов все в этом мире является равноправной и полноценной частью вашей собственной реальности. Любые
приоритеты лишают вас гармонии. Любые приоритеты лишают вас гармонии. Не выделяйте кого-либо или что-либо особо. Не выделяйте кого-либо или что-либо особо. არ არჩიო ზედმეტად არავინო და ზედმეტად არავის, ასე ვთქვათ, ფანი არ იყო, იმიტომ რომ любые приоритеты лишают вас гармонии. პირველ რიგში ადამიანმა თავის თავს უნდა მიხედოს და მიაქციოს ყურადღება და თავის ბალანსირованობაზე და გარმონიულობაზე უნდა იფიქროს კი. ეხლა კაი მოცეკვავეა, კაი მსახიობია, კაი ფეხბურთელია, კაი პოლიტიკოსია, კაი რაღაცა, ყველაფერი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დისტანციურად და უნდა თქვას, რომ без, რა ქვია, დაუშვათ, запрещаю всех субъектებს, ობიექტებს, პატკრატკობას, პერეკლადაობას, პადმენაობას. Церкви, ეკლესია, всем прихожане какой бы религиозной концепции вы не принадлежали, на вас автоматически, вы не принадлежали, на вас автоматически тиражируется кармическая ответственность эгрегора религии, как через всевозможные магические ритуальные обряды, так и просто из-за вашей предрасположенности к конкретному вероисповеданию. При этом вы снова создаете дисгармонию в собственной вселенной, противопоставляя верующих сторонником, которого вы являетесь, другим вероучениям. Церкви вы проходите в какой бы религии, концессии вы не принадлежали, რომელ რელიგიასაც არ უნდა ეკუთვნოდეო, на вас автоматически тиражируется кармическая ответственность эгрегора религии. Все. Вы сочувствуете кому-либо человеку, например, больному или обезболенному, или мохуцан, беберсан, рахейбарсан, გაჭირებულსო, ან მეზობელსო, ან მდიდარსო, ან ღარიბსო, вы сочувствуете, на вас автоматически перебрасывается карма этого человека, в том числе его болезни. На вас автоматически перебрасывается карма этого человека, в том числе его болезни. ამიტომ უნდა თქვას ადამიანმა, რომ ურთიერთობების დროს, რომ ურთიერთობამ ყველასთან მაგალითად დისტანცია უნდა через беззаратые ультрафиолетовые ფილტრებით, აბსოლუტური защитные ფილტრებით, солнечные защитные ფილტრებით და через ურთიერთობებით ადამიანებთან, субъектებთან, объектებთან зло никак не заходит. Зло только отключается от меня подальше. Вы сочувствуете умершим не рожденным людям, при этом на вас автоматически перебрасывается их кармическая личная ответственность. Вы сочувствуете умершим или нерожденным людям, при этом на вас автоматически перебрасывается их кармическая личная ответственность. არ უნდა იმას ავკრათ, უნდა ვუსურვოთ ყველას მომიტევე, მიმიტევებია, პრაშავი, პრასციცე და ვუსურვოთ ყველას ვეტრი გზები და უნდა დავიცვათ ჩვენი გრანიცები. Вы сочувствуете животным, и это тоже не произойдет для вас безнаказанием. Вы сочувствуете животным, и это тоже не произойдет для вас безнаказанием. ანუ ეხლა მაგალითად
გარეთ არიან ცუგები, მაწანწალად ცუგები, უპატრონო კატები, უპატრონო ძაღლები რაღაცა და ვცდილობთ რომ ამ კატებსა და ძაღლებს ასე ვთქვათ საჭმელი რაღაცა მივაწოდოთ, მაგრამ ამათ ძაღლებსა და კატებს აქვს თავიანთი პროგრამები და თავიანთი კარმიჩესკეული ოზრები. ამიტომ დისტანციურად რა ქვია, უნდა დავეხმარო დისტანციურად ისე რომ რა ქვია, შინაურ ძაღლებზე და შინაურ ფისოებზე მე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ შინაური ძაღლებიც და შინაური ფისოებიც იგივეა, დაუშვათ შინაური ძაღლი ან შინაური ფისო გახდა ავად, ხო? და სოჩუსტვოიმ, ხო რაღაცა, ხო? ანუ ბევრი დარდები და ბევრი ფიქრები არ გვინავს. всё, прощаю, простите, გაუგზავნოთ იმათ სვეტლუბო, გაუგზავნოთ იმათ რაღაცა დახმარება, გინა შინაურ животნიებს, გინა გარეულ животნიებს, უპატრონო ცხოველებს და всё, запрещаю животниებსაც, ცხოველებსაც, ფრინველებსაც запрещаю, на меня злолиха плохо влиять. всё, არ უნდა შევიდეთ ემოციებშიო რა. ანუ არ ხდებაო და животниებთან ასე ვთქვათ ურთიერთობებისას რა ქვია, перебросები, перекладкები, подкладкები და რაღაცები отключается от меня подальше. Оно вы сочувствуете животным, и это тоже не пройдет для вас безнаказанным. ანუ животниებთან ურთიერთობა ხდება только через березалаты ультрафиолетовые фильтрები, зло никак не заходит, ჩემთვის ვაბლაგა ამ ცხოველებისათვის. ვაბლაგა, прощаю, простите, и отпускаю всех их ხიზმირენია, ჩემ ბიოვერ ბიოპოლიდან შორს. შინაურ ცხოველებს კიდე ასე ვთქვათ, როგორც ჩვენ თავს, მაგალითად ჩემს ახკარ ზალივაი ბერიეპა ზალატე ულტრაფიოლეტოვი პათოგენებით, ასევე შინაური ცხოველების გაწმენდა უნდა ვიცოდეთ და მოვლა უნდა ვიცოდეთ და გარეული უპატრონო ცხოველები რაც არიან, კი ახლა ძალიან გვეცოდებიან და ძალიან გული გვტკივა, მაგრამ დისტანციურად უნდა, იმიტომ რომ იმ ავამტყოფსაც თავისი პროგრამა აქვს, იმ მოხუცსაც თავისი პროგრამა აქვს და იმ ბებერსაც თავისი პროგრამა აქვს და ყველას თავისი პროგრამა აქვს, იმ ლოცსაც თავისი პროგრამა აქვს, იმ ნარკომანსაც თავისი პროგრამა აქვს. ამიტომ ვიღაცების კარმები პრიწაგევანიება რომ არ გავაკეთოთ, ყველასთან უნდა ვიყოთ დისტანციონა. через золотые ультрафиолетовые фильтрები და უნდა დავიცვათ ჩვენი გრანიცები. запрещаю всех, რა ქვია, მეზობლებია, სუბიექტებია, ობიექტებია, სახელმწიფოებია, რელიგიებია თუ მსახიობებია თუ მოცეკვავებია თუ სპორტსმენებია, запрещаю всех на меня зло лихо плохо влияниებას, деструкციობას, перекладაობას, პატკრატკაობას, პადმინაობას, запрещаю всех. ცოცხალი არა ცოცხალს უშეშტოებსაც, სუბიექტ-ობიექტებსაც запрещаю на меня зло лихо плохо влияниებას. იგივე არის სისხლის ნათესავებსაც запрещаю на меня зло лихо плохо влияниებას. სისხლის ნათესავებიც თავიანთი პროგრამები აქვთ, თავიანთი კარმები აქვთ, თავიანთი დადებითებიც არიან, ნეგატივებიც არიან და ასე ვთქვათ დისტანციურად უნდა იყოს ურთიერთობა. იგივე ცოლ-ქმარზე ავიღოთ, ცოლ-ქმარს უყვართ ერთმანეთი, ცხოვრობენ ერთად, მაგრამ ერთმანეთის კარმების პრიწაგევანიები რო არ გააკეთონ, ყველამ თავის კარმებზე აგვოს პასუხი და запрещаю ცოლს, ქმარს, შინაურს, გარეულს, ნათესავს, ცოცხალს, არაცოცხალს, სუბიექტს, ობიექტს, ხილოს, უხილავს, запрещаю всех на меня დისტრუქციობას, ნეგატივობას, პატკლადაობას და პერეკლადაობას. всё, ვუსურებთ ყველას ვეტრი გზებს, ვუსურებთ ყველას გამოსწორებას. от меня подальше, ჩემი ბიოვერი ბიოპოლის сознание, разум, воля, свобода, სულის чистотები, ენერგიები ხელშეუხებელია. Астрально-ментальные перехлёсты. Например, вы являетесь донором или получаете крови или органов. При этом возникает астрально-ментальный перехлёст между вами и другими человеками. С этим происходит и взаимный обмен личной кармической ответственностью. Вы привыкли хранить семейные реликвии.
ანუ თუ სისხლის გადასხმისას ან ორგანოების გადაცემისას ან რაღაცა ხდება, ასე ვთქვათ, რაღაცა პერეხლოსტკები დონორებს შორისო. Выпривыкли храниться семейные реликвии. При этом на вас автоматически переносится кармическая ответственность представителей вашего рода. Вы носите крестик, при этом на вас автоматически перебрасывается карма эгрегора религии. Вы носите спортивную символику. На вас перебрасывается карма государства, команды или конкретного спортсмена. Вы носите спортивную символику. На вас перебрасывается карма государства, команды или конкретного спортсмена. Вы носите крест, при этом на вас автоматически перебрасывается карма эгрегора религии. Вы привыкли хранить семейные реликвии, при этом на вас автоматически переносится кармическая ответственность представителей вашего рода. Вы носите одежду с разными надписями фирм. А сейчас практически каждая вещь снабжена разными этикетами, надписями. При этом на вас переносится карма фирмы, производителя и всего того, что имеет к ней отношение и так далее. Вы носите одежду с разными надписями фирмы. И при этом на вас переносится карма фирмы, производителя и всего того, что имеет к ней отношение. Государство. Это вопросу можно посвятить отдельную тему. Как так получается, что все недовольны властью, а власти хоть бы что и при деньгах и не болеют. Сколько всего адрес количества и всевозможных руководителей всех равно, а мы хоть бы то, конечно, исключение бывает, но эта тема особая. Итак, почему же государственные чиновники все время оказываются на плаву и ничто их не берет? Выборы тем, кто участвует в выборах, тем более в выборах без выбора следует усвоить непреложную истину. На вас перебрасывается кармическая ответственность власти и личная ответственность отдельных политиков, за которых вы голосуете. Ану выборы. Тем, кто участвует в выборах, тем более в выборах без выбора следует усвоить непреложную истину. На вас перебрасывается, истину გაკვეთილი უნდა ისწავლოთ, რომ на вас перебрасывается. შეიძლება მოხდეს ესე, ეს მართლა ესე კი არ ხდება. შეიძლება თუ სუსტი ავრის მატარებელია ადამიანზე ყველაფერი იმოქმედებს. თუ ძლიერი ავრის მატარებელი ადამიანია, ვერაფერი ვერ იმოქმედებს ადამიანზე. На вас перебрасывается кармическая ответственность власти и личная ответственность отдельных политиков, за которых вы голосуете. Представители СМИ. На вас тиражируется кармическая ответственность тех, чьи интересы вы отстаиваете и представляете.
на вас тиражируется кармический ответственность тех, чья интересы вы отстаиваете и представляете. Армия на военных тиражируется карма государства. Армия на военных тиражируется карма государства. Руководители государства отдают приказы армейским структурам, тем самым перебрасывают на них свою личную ответственность и групповую ответственность по линии эгрегора государства. Высшие армейские чины соответственно спускают директиву нижестоящим чинам. То есть, в свою очередь, перебрасывают на тех свою личную кармическую ответственность и групповую ответственность по линии эгрегора государства. ანუ ვიშიები კიდეო ვიშიე ჩინოვნიკებიო კიდე ნიშიე ჩინოვნიკებთან შეიძლება მოხდესო ეს переброскებიო. А далее следует рядовой состав, адрес которого остается на информационных полях в качестве непосредственного исполнителя. Именно рядовой состав по этой причине и расплачивается по кармическим долгам государства. То, что относится к армейским структурам, на вас перебрасывается как на непосредственных исполнителей кармическая ответственность государства. Сотрудники культуры, науки, образования, медитации, госслужащие, все сказанное к вам напрямую относится, особенно к тем из вас, что всячески поддерживает существующую систему. Например, это относится к сотрудникам образования, фальсифицирующим итогу выборов. Весь фокус в том, что вы несете за это ответственность, а ваши хозяева, если несут такую ответственность, то в куда меньшей степени. ხოზაევა კი არა, ადამიანი თავის ხოზაევაა და ხოზაენა უბრალოდ უნდა ადამიანმა გაანულოს, გააბათილოს დაგավորები, აი ვიყავი დროებით ჯარში, всё აბნურავი ამას запрещаю всех гинат ჯარშია ხო, запрещаю всех на меня зро риха плохо влияет, перекатывать, подкатывать, запрещаю всех и всё. ეს უბრალოდ ხსნიან ამას რა, რაღაცა кармическиულ узლებსა და რაღაცებს, всё. Партиеби, общественные движенияби чаще всего истинные причины возникновения тех или иных, ადრეც ხო ომობდა ადამიანი, არა, ომობდით ერთმანეთთან ან ომში, ან იმის გამო, ან ამის გამო, ამ ჩხუბობდით ხო, всё ეს ომები, ბოები абнует, со всеми субъектов-объектов, запрещаю субъект-объектов, на меня зро риха плохо влияет. Вар ჩემი თავის უფროსი, ვარ ჩემი თავის ხაზაენი, ვარ ჩემი თავის ბატონიცა და პატრონიც, все ასე ვთქვათ, все ეგრეგერებთან აბრუნავი დაგավորებს, ეგრეგერ სუბიექტ-ობიექტებთან, მასკარადებთან აბრუნავი დაგավորებს, всё.
Менее это не освободит от ответственности ваш как члена той или иной партии. Члены партии знаете, что вы несете чужую кармическую ответственность в связи с партией, к которой принадлежите. Культура через чуждую культуру на истонные и корректные народы переносится кармическая ответственность других народов. Других народов. ანუ ეხლა რა ვიცი, ეხლა კულტურა რა ვიცი. განათლება, მაგრამ უნდა თქვას ადამიანმა რომ ჩერეს კულტურა, ჩერეს სამსახური, ჩერეს ურთიერთობები, ჩერეს სოციუმი, ჩერეს სახელმწიფო წესჩვეულებები, ჩერეს ეგრეგერიანი წესჩვეულებები და зро никак не заходит, зро только запрещаю всех объектов, на меня зро риха прохавлияц. აბნულაი დაგավորებს დავუშვათ დროებით ჯარში ვიყავი, დროებით სახელმწიფოს მოქალაქე ვარ, აბნულაი დაგավորებს ჩემს შესახებ, ჩემს გამოჩემს ბრალით. აბნულაი ყველა სახის დაგավորებს. მიმიტებებია, მიმიტებე პაკა დასვიდანია. ვაზვრაშავ ჩემს ენერგიებს და ვაზვრაშავ ყველამ წაიღოს თავისი ნეგატივები და დესტრუქციები. არავის დასავამპირებელი არა ვარ, არავის დასაზომბირებელი არა ვარ, არავის ვერავინ ვერ დამავამპირებს, ვერავინ ვერ დავაზომბირებს, ვერავინ ვერ დამადებილებს და ასე შემდეგ. ვარ ჩემი თავის სვაბოდნი მარადიული ჯამთერი ჯანსაღი სული, ჩემი თავის ბატონ პატრონი, ჩემი სული არის ჩემი უფროსი, ჩემი სული არის ჩემი ღმერთი დიდება ვიშეს ვეტრიესილებს და ასე შემდეგ. Нефиогазио да природные ресурсы через потребление энергоресурсов и различных товаров на отдельно взятых людей переносится общая ответственность нашей цивилизации за экологическую катастрофу, происходящую ныне на планете Земля. Используя магия, используя без ეხლა გაზი, დენი და ის ხმარობ ჩემთვის ბეზვრე და ყველასათვის ბეზვრე და все кармические узлები აბნურა ეცა ჩემს შესახებ ამ გაზისა და იმებისა და დენეისა და იმის სუბიექტ ობიექტებთან ან ეგრეგერებთან всё აბნურაი დაგավորებს ყველასთან ჩემს შესახებ არავისი ვარი არ მაქვს არავისი დოლგები არ მაქვს პაკა დასვიდანია все ატრეტаются ატმინია არავინ ვალდებულები არიან მომშორდნენ მომცირდნენ ვერავინ ვერ დამაზომბირებს ვერავინ გამკურდავს ვერავინ ვერ დამჩაგრავს всё Магия используя беспризорные фантомы человека, на него можно перебросить чужую кармическую ответственность. Можете самостоятельно продолжать это перечень думаю. და მაგია კიდე მაგიან სურათიდან, ფანტომიდან, ტრაჟედიები წარმოიდგენენ ადამიანის სახელს, გვარს, დაბადების წესს, რაღაცა დესტრუქციულ ინფოპაკეტებს იმას იზავენ. ანუ უნდა თქვა, სადავ через магия, зро никак не заходит, запрещаю всех на меня зро риха прохавлия. აბნურაიო დაგավորებს სუბიექტ ობიექტ მასკარადა მაგებთან, შამანებთან, ასე ვთქვათ, ჩორნი სილებთან, ჩორნი ძალებთან და все ატრეტаются ატმინია და ვალდებულები არიან მომშორდნენ მომცირე ვალდებულები არიან მომაშორონ თავიანთი დესტრუქციული ენერგიები დესტრუქციული ბლოკები, სამაბლოკები, კრუძამოკი, აზიკები, ნეჟიწია, ნებიწიები ვალდებულები არიან გაანთავისუფლონ ჩემი фантомები, ჩემი ენერგიები, ჩემი чистотები, ჩემი ატражениები ან ჟიგაიუცა
ყველა სახის ბლოკები, ცეპები, ჩიპები, იმპები, იმპლანტები, სურათებიდან ვიღებ ჩემს ენერგიებს, ჩემი ატრაჟენიებიდან, ვაზვრაშავებ ჩემ ატრაჟენიებს, ჩემს ფანტომებს, 100 ჯერ მეტი ჯამთელის ჯანსაღი აღდგენილის სახით. Мы должны зафиксировать мысли в форме коррекции по своей нашей пирамиде многомерности, то есть на физической уровне, на астральном, ментальном, духовном уровнях. Отсюда вытекает фраза «коррекция записывается по всей моей пирамиде многомерности». Ესე იგი პირამიდა многомерности რა ყოფილა? ასტრალნი ურავნები, მენტალნი ურავნები, დუხოვნი ურავნები, ფიზические ურავნები, ეფირნოი ურავნები, ზიმნოი ურავნები, რა ქვია, სხვადასხვა იერარქიები, სხვადასხვა ურავნები, ხო? многомерности уровнები, космоуровнები და ასე შემდეგ. Отсюда зависит фраза коррекции записывается по своей моей пирамиде многомерности. Космические уровნებიც არსებობს, ხო? ასე ვთქვათ. Затем мысли форма записывается по всей спирали многомерности. ანუ როდესაც რაღაცას манифест წავიკითხავთ, мысли форма записывается по всей спирали многомерности. Хорошие мысли формები, კაი мысли формები, исцеляющие мысли формები записывается по всей спирали многомерности. Коррекция, хорошая коррекция, исцеляющая коррекция, освобождающая коррекция записывается по всей моей пирамиде многомерности. Мир. Это наша мир. Ესე იგი, спираль многомерности включает в себе спираль многомерности включает в себе мир, антимир, антипод, антипод. Мир это наша сегодняшняя реальность. ანუ დროებითი დედამიწა, ხო, სადაც გავდივართ воплощениებს. Как мы его воспринимаем, построенная из частиц. Антимир это те же самая реальность, выстроенная из античастиц. Антипод это наша полная противоположность относительно нашей сегодняшней реальности. Сегодняшней реальности толстый, тонкий, толстый, тонкий, бедный, богатый и так далее, выстроенная из частиц материи. Антипод это наша полная противоположность относительно нашей сегодняшней реальности. Толстой, тонкий, დიდი, პატარა, ბედიდარი, ღარიბი, ლამაზი, მახინჯი и так далее, выстроенная из частиц материи. Антипоდი, выстроенная из частиц материи. ანუ შედარებები, რაღაცები, антиподები. Антипод это наш антипод, выстроенный из античастиц или антиматерии. Антипод это наш антипод, выстроенный из античастиц или антиматерии. Отсюда вытекает фраза коррекция записывается по всей моей кай исцеляющей коррекции записывается по всей моей, ანუ божественной коррекция записывается по всей моей спирали многомерности, то есть по всей нашим отображениям в мире, антимире, антиподы, антиподы.
ნუ მეჟმირია რასაც ქვია და პარალელური მირები არიან და ვირტუალური მირები არიან და ვირტუალური მირები ცოტა ის არის ინტერნეტ ინტერფეისები ასე ვთქვათ, მაგრამ მეჟმირა და პარალელი მირები არსებობს სულიერ სამყაროში, ასტრალური მირები არსებობს, კოსმიური მირები არსებობს. ანუ იწერებაო ეს კაი исцеляющие коррекциები записывается по всей моей спирали многомерности, то есть во всем нашим отображениям в мире, антимире, антиподы, антиподы. Существует множество миров измерений и реальностей, где возможно также проявлена наша сущность. Существует множество миров измерений и реальностей, где возможно также проявлена наша сущность. Поэтому мы решили вносить дополнительные пункты, где фиксирует наши мыслеформы следующим образом. Мыслеформы следующим образом, где фиксируем наши мыслеформы следующим образом. А ну где фиксируем наши мыслеформы следующим образом. Ход коррекции отображается во всех мирах, измерениях, реальностях, пространствах и в временах, где моя сущность проявлена явно или неявно. Ход коррекции отображается, ход коррекции, исцеляющие, освобождающие коррекции отображается во всех мирах, измерениях, реальностях, пространствах и временях, где моя сущность проявлена явно или неявно. Дело в том, что проблема может идти к нам не только из привычного нам мира, она может, например, идти к нам из антимира или антипода, или из какой-то иного нашего отображения, о котором мы не данный момент не имеем никакого представления. А нам нужно, чтобы наша коррекция прошла во всех без исключения наших отображениях. Иначе где-то наше отображение может остаться непроработанным. Из этого пространства на нас будет идти деструктивное воздействие. Наконец, мы уже знаем, что сущность человека проживает много жизней. В рождении сущность может идти как из прошлого, так и из будущего. Поэтому нам нужно распространить ход нашей коррекции на все наши предыдущие воплощения по всему нашему полю событий. Неважно, были ли эти предыдущие воплощения в нашем прошлом или будущем. Отсюда фраза исцеляющий да освобождающий медовоколехла. Коррекции записывается по всем отображениям моих прожитых жизненных во всех. Როგორი коррекция, исцеляющий, освобождающий, გამაჯანსაღებელი коррекция записывается во всем отображениям моих прожитых жизненные во всех мирах, измерениях, реальностях, пространствах, временях, где моя сущность проявлена. Суммарно окончательная фраза коррекции звучит приблизительно
так, все мысли формы данной корекции записи вайца данной корекции როგორი კორექცია ანუ სიკეთე სიხარული ბედნიერება ასვაბაჟდენები ჯანმრთელობები სიხარულები სიყვარულები жизненные ძალაუფლებები коррекции записи вайца на всех видах носителей информации по всей моей пирамиде многомерности по всей моей спирали многомерности во всех мирах измерениях реальностях пространствах и временах, где моя сущность проявлена явно или неявно по всем отображениям моих прожитых жизней во всех мирах, измерениях, реальностях, пространствах и временах по всему моему полу события, моем настоящем, прошлом и будущем. Под носителями информации понимаются информационные поля различных уровней. Под информацией, по носителям информации понимаются информационные поля различных уровней. Каждому уровню пирамиду многомерности соответствует свое информационное поле и так далее. Под носителям информации понимаются информационные поля различных уровней. Каждому уровню пирамиды многомерности соответствует свое информационное поле и так далее. ინფორმაციები ითარგმნება ყველასათვის გასაგებ ენებზე და ყველასათვის გასაგებ ურავნებზე და პოლია გასაგებ საჭირო სასიკეთო პოლები ხო ნუ გასაგები ფოსტა ინფო პაკეტებით, მაგალითად, გასაგები ფოსტა ინფო პაკეტებით და იქმნება პოლია, სადაც ურავნებისათვის გასაგები პოლები, სადაც ურავნებისათვის ტელეპათიურად რა პირამიდი mnogamерни და სპირალი mnogamерни, ასე ვთქვათ, წაიკითხავენ ან ინფორმაციას და გადატრანსფორმირდება ეს ყველაფერი ჩემთვის ასიკეთო, სულისათვის, ვიშიასათვის, ჩაკრებისათვის ასიკეთოთ. ეს კიდე წავიკითხოთ, ესე იგი კორექცია, სასიკეთოს, გამაჯასაღებელი კორექცია, გამათავისუფლებელი კორექცია, მაგალითად მანიფესტები, რეფორმფესტების კორექცია, записи вайца по всей моей пирамиде многомерности. Пирамида многомерности. Пирамида многомерности რა არის? ესე იგი არის физическом уровне, астральном уровне, ментальном уровне, духовном уровне, космоуровнем многомерности зафиксировается ეს мысли формы коррекции по всей нашей пирамиде многомерности. ეს არის пирамида многомерности. Многомерной структуре человека таких уровень 7 уровнები აქვს, 7 ჩაკრა აქვს, ხო, 7 თონგი წერები, წერები, ასრაწერები, არის 12 ჩაკრა აქვს, არის 18 ჩაკრა, არის 16 ჩაკრა აქვს, ხო? სულსა და სულის სტრუქტურას გააჩნია და ბიოსისტემას და ბიოსისტემის სტრუქტურას გააჩნია. ესა ყოფილა სტრუქტურა, ჩაკრების სტრუქტურა, სულიერი ფიზიკური ჩაკრების სტრუქტურა, ეფირტერები, თონგწერები, ბაშწერები, ძიმნოი წერები, სექსუალური წერები, ესა ყოფილა პირამიდა многомерности.
Отсюда вытекает фраза корекция записывается по всей мной пирамида многомерности. Холод სასიკეთო კორექციები, ჩემთვის სასიკეთო კორექციები записывается და ყველა სახის დისტრუქციული ინფოპაკეტები ატკლოჩაეცა ჩემი პირამიდა многомерностებისათვის ვაბლაგამ. Безвредам. Мере Затем реформа записывается по всей спирали многомерности. По всей спирали многомерности раския. Спираль многомерности включает в себя мир, антимир, антипод, антиподом. Мири არის ეს არის დროებითი ქვეყანა наша сегодняшняя реальность как мы его воспринимаем построенная из частиц. Антимир это те же самая реальность выстроенная из античастиц. Античастиц. ანუ ადამიანს აქვს კიდე ტონკი წელები და ანტიწელებიც აქვს ადამიანს, ანუ მირი არის, როდესაც ჩისტოტებიც აქვს და ანტიჩისტოტებიც აქვს ადამიანს, ანუ წელები, ანტიწელები, სხეულები, ანტისხეულები, ჩისტოტები, ანტიჩისტოტები. ხო, ანტიმირი ყოფილა самая реальность выстроенная из ანტიჩისტოტებისაგან და რეალნოს, რომელსაც ეხლა ჩვენ დროებით რეალობას აღვიქვავთ იმას, რასაც ვხედავთ, ხო, ანუ ჩისტოტებიდან. Антипод это наша антиподица, антипод это наша полная противоположность относительно нашей сегодняшней реальности. ეს არის противоположность относительно нашей сегодняшней реальности. Толстой реальности, დიდი მსукანი გავხდარი მაღალი დაბალი и так далее, выстроенная из частицы материи. Из частицы материи არის антиподица. Антиподица არის это наша антипод, выстроенный из античастиц, антителებისაგან или антиматерии или антиматериებისაგан. Вот на все эти отображения нашей реальности мы распространяем ход нашей коррекции. Отсюда вытекает фраза коррекция записывается. Коррекция, როგორი коррекция? ჩემთვის ასიკეთო სასარგებლო სამკურნალო სასвободо коррекция записывается по всем моей спирали многомерности, то есть по всем нашим отображениям в мире, антимире, антиподы, антиподы. Существует множество миров, измерений и реальности, где возможно также проявлена наша сущность. Поэтому мы решили внести дополнительные пункты, где фиксирует наши мысли формы следующим образом. Ход коррекции образом. Ход коррекции, коррекция, როგორი коррекция, реформация, эволюция, развитие, სიკეთეები, სიხარულები, ჯანმრთელობები, жизненные რა ქვია, რეფორმ ფესტები, манифестები, რა ქვია, антидоксები, трансформациები, коррекциები, ход коррекции отображается во всех мирах, измерениях, реальностях, пространствах и временах, где моя сущность проявлена явно или неявно. Временах, ანუ წარსულ სახელად მომავალშიც, ხო, где моя сущность проявлена явно или неявно. Дело в том, что проблема может идти к нам не только из привычного нам мира, она может, например, идти к нам из антимира или антипода или из кого-то иного нашего отображения, у которого мы не данные
მომენტე не имеем никакого представления. შეიძლება წარსულიდანაც მოვიდეს რაღაცა, ხო? Нам нужна, чтобы наша коррекция прошла во всех без исключения наших отношениях. Иначе где-то наше отображение может остаться непроработанным, и из этого пространства на нас будет идти деструктивные воздействия. Наконец, мы уже знаем, что сущность человека проживает много жизней. В рождении сущность может идти как из прошлого, так и из будущего, поэтому нам нужно სუბიექტები, ობიექტები, რაღაცა დისტრუქციული პროგრამები, როგორც ამ ცხოვრებიდან შეიძლება, ისე წარსულიდან. Ამიტომ нам нужно астральные паразитები კიდე нам нужно распространить ход нашей коррекции на все наши предыдущие воплощения по всему нашему полю события. Неважно, были ли эти предыдущие воплощения в нашей прошлом или будущем. Отсюда фраза коррекция, эволюциები, революციები, სიკეთე, სიხარული, свободები, ისцელენიები, освобождениები, სასიკეთო коррекციები, სასიკეთო реформ фестები, трансформар фестები, коррекциები записывается по всем отображениям моих прожитых жизней во всех мирах, измерениях, реальностях, пространствах и временах, где моя сущность проявлена. Безвреда ჩემთვის, ваблага ჩემთვის. Все мысли, формы, данные, коррекции записываются на всех видах носителей информации по всей моей пирамиде многомерности, по всей моей спирали многомерности, по всех мирах, измерениях, реальностях, пространствах и временах, где моя сущность проявлена явно или неявно по всем отображениям моих прожитых жизней во всех мирах, измерениях, реальностях, пространствах и временах по всему моему полю события в моем настоящем, прошлом и будущем. Безвреда ჩემთვის, ваблага ჩემთვის. Да понимаются информационное поле различных уровней ჩემი სულისათვის, ваблага ჩემი სულის ჭისტოთებისათვის, ваблага, ანუ ინფორმაცია ითარგმნება ჩემი სულის уровнებისათვის, ჭისტოთებისათვის, ваблага. Каждому уровню пирамиды многомерности соответствует своя информационное поле и так далее. Соответствует свое информационное поле и так далее. Ро ითარგმნება, რას ქვია, რომ კორექცია, სასკეთო კორექციები ითარგმნება, ანუ იქნება პოლე, სადაც ასე ვთქვათ, სურათები, კარტიკები, რაღაცეები ტელეპათიურად იქმნება რაღაცა ფუნქციები, თარგმნის ფუნქციები, სადაც მიხვდებიან ჩემი სულის ჭისტოტები, რაზუმები, საზნანიები, პასაზნანიები, უჯრედები დავარქვათ, ამას თუ ატომები დავარქვათ, ამას თუ სულის ენერგიები დავარქვათ, მიხვდებიან, რომ ეს დისტრუქციები ენერგიები უნდა დავყაროთ და უნდა გადავასტრანსფერიროთ ყველაფერი სვეტრობილ სიხარულის სიყვარული ჩვენთვის ვაბლაგა, ჩემი სულის ჭისტოტებისათვის ვაბლაგა, ვიშე იასათვის ვაბლაგა. По всему эхо, чтобы наша работа была максимально эффективна. По всему моему полю событию категорически запрещаются снятие установленных мною мыслей, форм и программ.
ანუ სასიკეთო პროგრამები, ჩემთვის სასიკეთო პროგრამების დაბლოკვა წაშლა აკრძალულია по всему моему полусобытию. Категорически запрещаются снятие установленных мною реформ и программ. სასიკეთო მისრეფორმები და პროგრამები, ჩემთვის სასიკეთო მისრეფორმები და პროგრამები დაუბლოკებით წაუშლელია. Вар ჯამთერი აიებს, то, что я есть, я есть светло, вар ჯამთერი ჯასაღი, მარადიული სული, ვარ დაუზომბირებელი, დაუბლოკებით, დაუჭერილი, აუჭერილი, შეუჭერილი, მიუჭერილი, მოუჭერილი, запрещаю всех, на меня зло река прохавлия, расторгаю договоры со всеми, прощаю всех просителей, отлетаются все зрелищные плохие субъекты, объектები, თავიანთი деструкцიული სუბიექტ ობიექტი ანტიფაქტებიანად, დესტრუქციული კონსტრუქცია, იარაღებიანად, ვაქცინებიანად, პროგრამებიანად და меня подальше без вреда освобождают чепсус, освобождают чепс энергиებს, возвращают, освобождают чепс სულის ენერგიებს. ეს არის სასიკეთო მისრეფორმები. ამ მისრეფორმების დაბლოკვაო და წაშლაო აკრძალულიაო. დესტრუქციულ მისრეფორმებს ისედაც შლით ნეგატივები, რაზუშ წინ, სამარაზუშ წინ პროგრამები წაიშალოს, რა ქვია, გინება, წყევლა, წაიშალოს, ჯადოები, ჯადონბაზება, ესე მოვიდეს, ისე მოვიდეს, ისე წაიშალოს, გაუგდეს, გაბათილდეს, ავისულები, ავიძალები, წაიშალონ, გაუგდნენ, გაბათილდეს. ესე დესტრუქციული პროგრამები და დესტრუქციული მისრეფორმები ისედაც იშლება. შლით ისედაც არ გვინდა მწვალებლური, ძალადული, манипуляტორი პროგრამები, ომები, შარები, წყევლები, შურები წაიშალოს, მომშორდეს, მომშიდე ტოქსიკური через социуми, через შინაური, через გარეული, ყველა სახის ტოქსიკური დესტრუქციული ინფორმაციები წაიშალოს, მომშორდეს, მომცილდეს. Всё. Мои программы и мисреформы имеют право снять только я сам по моей доброй воле. Чем мои программы и мисреформы имею право снять только я сам по моей доброй воле. Все мои программы и мисреформы по всему моему полусобытию снятие помимо моему воли явля. Автоматически здесь и сейчас восстанавливается в полном объеме и в полном мере действует в адрес тех, кому они предназначены. Все мои программы и мисреформы по всему моему полусобытию снятие помимо моему воли. Ესე იგი, რაც წაიშალა ეს სასიკეთო პროგრამები თუ წაიშალა და დაიბლოკა, восстанавливается в полном объеме и в полном мере действует в адрес тех, кому они предназначены. და თუ წაიშალა, восстанавливается სასიკეთო მისრეფორმებიო, ჩემთვის ვაბლაგავ და ჩემი სხვებისთვის სევიშლისთვის ვაბლაგა და деструкционные мисреформები წაიჭალოს, განუნდეს, გაბათილდეს, გაუქმდეს. Те, кто питаются снимать мои программы и мисреформы, ჩემი защитные программы, защитные мисреформы несут за это здесь и сейчас максимально жесткую форму личной ответственности. Переброс личной групповой ответственности в чужой адрес или в мой адрес строго запрещается. Те, кто питаются снимать мои программы и мисреформы, пасухсагебен, ответственность здесь и сейчас максимальной несут пасухсагебен ответственности, несут ответственности, переброс личной и групповой ответственности, пасухисმგებლობა, გადაბრალება в чужой адрес или мой адрес строго запрещаются. Გადაბრალებები, გადმობრალებები, перекладки, подкладки, подменები запрещаются. Те, с кого снимаются
Моей программе и мисс реформы несут свою личную ответственность в максимально жесткой форме здесь и сейчас. При этом переброс личной ответственности в чужой адрес или мой адрес строго запрещаются. С кого снимаются мои программы в мисс реформе и мисс реформы несут свою личную ответственность. Так, ვის განაცო მის რეფორმ. ანუ დავუშვათ ეს არის ხო ისცენინიებს ვაკეთებთ და თუ რა ხდება აქ ვერ გავიგებ. დავუშვათ რადავოი პრაკრატიები გავანულეთ, გავაპატირეთ ყველასთან დაგավորები რადავოი პრაკრატიები, ხო, რადავოი რაღაცეები, ხო, ანუ დავუშვათ ეს სოჩნასტებთან გავანულეთ, გავაპატირეთ დაგավորები, ხო? ანუ ისინი თუ სნიმაიუტ მაი პროგრამი მის რეფორმი გავანული ამათან დაგավորები, ხო? დისტრუქციული კონსტრუქციები უთხარი მოშოდით მომცედეთ, ხო? ან შინაურებთან ან გარეულებთან გავანული დისტრუქციული დაგավորები, დისტრუქციული ურთიერთობები და უთხარი ამათ რომ მომშოდით მომცედით განთავისუფლეთ ჩემი სულის частоტები და ბაგადასვი დანია. ჩვენ შორის გადატაკუბანას თამაში დამთავრებულია. თუ ესენი ასე ვთქვათ ამ ჩემს იმებს კორექცია შევიტანე, ხო? ანუ მე ჩემს ცხოვრებაში, ჩემს პონჩი, ჩემს სულიერ ასე ვთქვათ რაზვიციებში შევიტანე კორექცია. ჩემთვის ვაბლაგა, სხვებისთვის ვაბლაგა, ნაცნობებისათვის, უცნობებისათვის ვაბლაგა, სენენივში ისეთი ვაბლაგა, ხო? რა ქვია, იმისთვის ვიშე რას ეძახიან იმ ვიშიე ბიბლიოთეკისათვის კი არა და იმისთვის ვაბლაგა, ხო? ანუ ქრონიკებისათვის ვაბლაგა, ხო? ჩემი ქრონიკისათვის ვაბლაგა და სენენივსევიშის ქრონიკებისათვის ვაბლაგა, ხო? და თუ ასე кто кого снимают мои программы, кого снимают мои программы, мисс реформы, программы და მის რეფორმი, ანუ ასვა კაი პროგრამები, კაი მის რეფორმები, თორე დესტრუქციული მის რეფორმები და деструктивные программы წაიშალოს არ გვინდა несут свою личную ответственность в максимально жесткой форме здесь и сейчас. При этом переброс личной ответственности в чужой адрес или мой адрес строго запрещаются. Мои программы и мисс реформы адресование в адрес конкретным сущностей снимаются только тогда, когда сущность в полном мере отрабатывает и осознает все свои ошибки. Мои программы и мисс реформы адресование в адрес конкретных сущностей снимаются только тогда, когда сущность в полной мере отрабатывает и осознает все свои ошибки. Все мисс реформы данной программы фиксируются на всех видах носителей информации и вносятся в список моих постоянно действующих защитных мисс реформ. Все мисс реформы данной программы фиксируются на всех видах носителей информации и вносится в список моих постоянно действующих защитных мисс реформ. Все мисс реформы данной программы на необходимом и достаточном уровне записываются энергией необходимого качества, количества и интенсивности из моего личного банка энергии и информации в абсолюте и идут в материализацию в 4 категорически запрещается любая блокировка мисс реформ данной программы, в том числе при их прохождении в материализации в 4 мере.
Все мисли форми данной программе на необходимом достаточном уровне записи вайца энергии необходимого качества, количества и интенсивности из моего личного банка энергии информации в абсолюте и идут в материализацию в 4 категорически запрещается любая блокировка мысли форм данной программе, в том числе при их прохождении в материализации в 4 мире. ანუ ეხლა მე-9 გაკვეთილი დამთავრდა და უნდა ჩავწერო მე-10 გაკვეთილი.